ზუსტად ამ წუთებში იწყება მსვლელობა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან დედაქალაქის მთავარ გამზირზე გადაინაცვლეს. მანამდე კი აქ შეწყებილმა ადამიანებმა უპირველეს ყოვლისა გამოუცხადეს სოლიდარობა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, რომლის მარწუხებში მოქცევასაც ქართული ოცნება ცდილობს და რა თქმა უნდა გააკეთეს მთავარი აქცენტი იმაზე, რომ ახლა მიუხედავად იმისა, რომ ფონდები ტერორის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდნენ, მაინც მოქალაქეებისთვის ეს იყო ერთადერთი იმედი, მაგრამ უფრო მეტი გამოვიდნენ და ვერც ამან შეაშინა პროევროპულად განწყობილი ქართველები. ახლა ჩვენთან ერთად არის ქეთი მოლაშვილი, რომელიც მის პოზიციას დააფიქსირებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ქეთი, გამარჯობა კიდევ ერთხელ. თქვენ ყოველდღიურად მოდიხართ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ცდილობთ, რომ გააგონოთ თქვენი მკაფიო პოზიცია თვით გამოცხადებულ ხელისუფლებას. დღეს გაკეთდა აქცენტი იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფონდები გახდნენ ზეწოლისა და დარტყმის მსხვერპლები, მაინც მოქალაქეებს არ ეშინიათ და ერთადერთი იმედი, რაც ჰქონდათ, წაართვეს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ამის მიუხედავად არ კარგავენ მხნეობას. შევაფასოთ ეს მოცემულობა. ხო, მე ასევე გურთფერად ვიტყვი, რომ რაც ეს ამბავი დაიწყო, ყოველთვის მოდივარ საზმაოსთან და მე მარშით მივდივართ უკვე რუსთაველზე. არ ვიცი, კადრიც გამოჩნდება კიდე, დღესაც რიგითი ერთი დღე არის ხოლმე, არ არის არასდროს ამდენი ხალხი და შესაბამისად გურთფერად რომ თქვა, აი ეს ნიშნავს ჩემთვის იმას, რომ ქართული ხალხი ვართ ერთიანი და აღარ გვაშინებს უკვე ის, რომ უკან ჩემს უკან აღარ არის ის ფონდი, რომლის იმედიც ჰქონდა. მე ვწუხვარ იმის გამო, რომ ჩემს გვერდით არიან ქიზიყიდან ვარ, მომიწია რომ ქიზიყში ცხოვრობდი და ჩემთვის ცხოვრობდი მართლა და მომიწია ხა ქუჩაში დგომა და თბილისში ყოფნა და ვწუხვარ იმის გამო, რომ სოფლის სხვა ჩემი თანასოფლელები, ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები არიან დაჯარიმებულები 10,000 და 15,000. მაგრამ რუსთაველზე მელოდება სწორედ ეს ახალგაზრდები და ერთი წამითაც არ უფიქრათ, რომ მთელი ტვირთი მართლა არ ვიცი როგორია ხო რეჟიმი, არ ვიცი ამაზე ცუდი რა შეიძლება იყოს, რომ როცა დუბლიკას გვირყავდა თავის როზე გედედე, შეგვეძლო რომ თავი დაგვეცა. მაგრამ ეხლა როცა 5,000 ლარით აჯარიმებ 500 ლარის სტაჟიორად მომუშავე სტუდენტს, ნიშნავს იმას, რომ უფრო მძიმე რეპრესია არის. მართლა გურთფერად ალბათ ეს კარგად უნდა გავაგონოთ ჩვენ ხალხსაც, დანარჩენებსაც, როგორი რთული ეს რეპრესია და არ ვაპირებ არც მე, არც ეს ადამიანები დღესდღეობით 99 რეჟიმის ვიღაც წარმომადგენელი პარლამენტის შიგნით არის, ჩვენ გარეთ უფრო ლეგიტიმური ადამიანები ვართ გარეთ და ვითხოვთ ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას. ორი ამბავი. და ეს ნიშნავს იმას, რომ სანამ ერთი პატიმარიც კი იქნება ციხეში, არ გავჩერდებით და არ შეგვაჩინებს არაფერი. ფონდები მართლა ძალიან მძიმე ამბავია, მაგრამ არა უხავს. ამაზე მიტის გადაუტანია ქართველებს და მადლობა მართლა იმ ერთიანობისთვის, რაც დღეს დავინახე. იმიტომ რომ არ გოშინია უკვე მხნედ ვარ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ქეთი მოლაშვილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ მართალია ქართული ოცნება თავს დაესხა ფონდებს, რაც იყო მთავარი იმედი ქართველი ხალხისა და პროევროპულად განწყობილი მოქალაქეების, მაგრამ ეს ვერ მოახდენს გავლენას პროტესტის განმცობითობაზე და მოქალაქეები მაინც ყოველდღიურად გამოვლენ ქუჩაში. ამის დასტური არის დღევანდელი დღე, 100-მე დღე, რომელსაც კვლავ გაატარებენ მოქალაქეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ახლა ლაშაკაცი არის ჩემთან ერთად, პოლიტპატიმრის ძმა, რომელიც ასევე გვეტყვის მის პოზიციას ზოგადად იმასთან პროტესტის განმცობითობასთან დაკავშირებით და კვლავ მიმართავს საკუთარ ძმას. რა არის შენი მთავარი სათქმელი, რომ გითხრა და რა თქმა უნდა, როგორც პოლიტპატიმრის ძმამ, ასევე ყურადღება გაამახვილე ამ ადამიანების გათავისუფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რაზეც მუდმივად საუბრობთ. პირველ რიგში ერთი რიცი თქვაც მინდა, არა ჩემი ძმის მიმართ კონკრეტულად, ყველას მინდა, ყველა პოლიტპატიმარს შეუთვალო, რომ ხნედი ყავით. ეს პროცესები იმაზე მალე დამთავრდება მართლა, ვიდრე თქვენ ამას ფიქრობთ და გონიათ და ერთი დღეც არ იქნება ბრძოლის გარეშე. დღეს ახლა ნახეთ ხო, უკანასკნელი ვფიქრობ ალბათ როგორ დავარქვა ამას, არ ვიცი, უკანასკნელი ნაბიჯი, რითიც ჩადეს ჩვენი შეშინება, ეს ფონდების ყადაღა ვფიქრობ, რომ არ არის შემთხვევითი და ვფიქრობ, რომ მათი ბოლო ნაბიჯი არის, ბოლო ამოსუნთქვა და არც ამას არ შევეგვებით, რაც უფრო გაძლიერდება ზეწოლა, მით უფრო ძლიერი პროტესტი იქნება ქუჩაში, ამას თამამად ვიტყვი. მეც როგორც ერთ-ერთი პოლიტპატიმრის ძმა არ ვაპირებ გაჩერებას, რაც არ უნდა შეგვაშინონ, რაც არ უნდა დაგვაშინონ, რამდენი ჯარიმაც უნდათ, იმდენი ჯარიმა წერონ და იკითხონ.
კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ასეთი იყო პოზიცია პოლიტპატიმრის ძმის, ეს იყო ლაშა კაცია ნიკა კაციასმა, რომელმაც კვლავ გააკეთა მთავარი აქცენტი იმაზე, რომ შესაძლებელია ფონდები არიან ერთ-ერთი მსხვერპლები იმ დარტყმის, რომელიც მათ მიაყენა ქართულმა ოცნებამ, თუმცა ეს ვერ შეაშინებს მოქალაქეებს. თქვენ ახლა ხედავთ, რომ მსვლელობა უკვე დაიძრა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანებთან ერთად გადავინაცვლებთ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც ასევე შეკრებილები არიან სხვა მოქალაქეები და მათ პოზიციებსაც მოვისმენთ, რასაკვირველია სტანდარტულად იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ახლა ახალი არჩევნების ჩანიშვნა და უკანონო ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც ახლა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ისჯებიან, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს, გაბედეს და პროევროპულად განწყობილი ქართული ხალხის გვერდით დადგნენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე.